ქრისტიანული სიხარული და ქრისტიანული სიმშვიდე არ არის ფსიქოსომატური თვისებები. იმიტომ რომ არსებობს ფსიქოსომატური სიხარული, არსებობს ფსიქოსომატური სიმშვიდე, ბუნებითი ადამიანის. ქრისტიანული გაგებით სიხარული და სიმშვიდე არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა. აბა რა არის ადამიანი იკითხავს. აი მწუხრის ლოცვა, ვისაც მეტნაკლებად ლიტურგიული მსახურება უყვარს და ქრისტიანს უნდა უყვარდეს, არის ესეთი ადგილი, სადაც საცეცხლურით შედის მღვდელი. საცეცხლური ამ შემთხვევაში არის სიმბოლური გამოხატულება ღვთისმშობლისა და მასში არსებული ცეცხლი და კეთილსურნელება ქრისტეს. ანუ საცეცხლური ღვთისმშობელი და მასში არის ხურვალე კეთილსურნელება, რომელიც არის ქრისტე. და ეს მწუხრის ეს ადგილი ადამიანებს ახსენებს შესაბამისი საკითხებით, რომ ღმერთი ადამიანად დაიბადა ღვთისმშობლის მიერ. და საკურთხეველში შედის და ის მერე ჯვარცმულია თუ ჯვარს გამოსახავს, ესე იგი, საცეცხლური და შედის საკურთხეველში და საინტერესოა ამ დროს რა იგალობება. ან რა იკითხება მედავითის მიერ. როგორ მიმართავ ღმერთს ამ დროს ლოცვით. ნათელო, მე ვარ ნათელი, ამბობს უფალი, მე ვარ ნათელი, რომელიც მოვედი სოფლად ამ შემდეგ სახარებაზე არის ხოლმე ხშირად გამოსახული, მას ხვარცხელში რო უჭირავს ქრისტეს სიტყვებია. ნათელო, როგორო მხიარულო. ნათელო მხიარულო. ქრისტე არის სიხარულის წყარო. აი ეს არის პასუხი ამ ყველაფერზე. და ქრისტე არის სიხარულიც და გარდა ამისა სახარებაში ამბობს, ისწავლეთ ჩემგან მშვიდ ვარ და მდაბალგულით. სიმშვიდეს ქრისტეა. ანუ სიხარული და სიმშვიდე ქრისტიანული გაგებით არის არა ფსიქოსომატური მდგომარეობა, არამედ როგორც პავლე მოციქული ამბობს, განსაცვიფრებელ სიტყვებს, უდიდეს საიდუმლოებას გიმხელთ, პავლე მოციქული ამბობს. და მე ამბობს რა საიდუმლოებას გვიხსენს, ქრისტე თქვენში, ანუ ქრისტე ჩვენში არის სიმშვიდეც და მხიარულებაც. და თუ ჩვენში ქრისტე არ არის, მაშინ ადამიანი რელიგიური სუროგატს მიმართავს და ცდილობს ფსიქოსომატურად მოიპოვოს სიხარულიც და სიმშვიდეც. ეს ცუდი კი არ არის, თუ მოიპოვებს, მაგრამ ეს არ არის მაცხოვნებელი, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობ. ის სიმშვიდე და სიხარული ეს არის ადამიანის არსობრივი ცვლილება, როცა ღმერთი ქრისტე ჩვენში მკვიდრდება.